რასაც პირველ რიგში გვეუბნება ეს კონცეფცია არის ის, რომ სრულიად არასწორად არის გააზრებული უმაღლესი განათლების როლი, უნივერსიტეტის როლი ერთი მხრივ და მეორე მხრივ სახელმწიფოს როლი. რა თქმა უნდა, რაც თავიდან სწორად აღნიშნა ქალბატონმა ნინომ, რომ თქვათ რა არის ეს უნივერსიტეტი, როგორც სერვისის მიმწოდებელი და სახელმწიფო დაკვეთის შემსრულებელი, პირდაპირ ჩანს ახლა ეს ძალიან ცხადად და ნათლად და ძალიან სამწუხაროა, როდესაც თქვათ რაღაც პარალელებს ვავლებთ და ჩვენ ხედავთ რა ხდება რეალურად ევროპის უნივერსიტეტებში, ამერიკის უნივერსიტეტებში, რომლებიც არიან აი განვითარების წამყვანი ძალა და რეალურად იქ ხდება აი ამ აკადემიურ სივრცეში მეცნიერების მსჯელობით, მათი ასე ვთქვათ კომუნიკაციით საზოგადოებასთან რა არის ვთქვათ ძირითადი პრობლემებია, მათი იდენტიფიცირება, შემდგომ ამ პრობლემების მოგვარების გზებზე მუშაობა და ამ საკითხებზე თანამშრომლობა უნივერსიტეტების, სახელმწიფოსთან, ბიზნესებთან და ასე შემდგომ. ასე რომ ეს სრულიად ეს ვთქვათ დარღვეულია ეს და ამ შემთხვევაში ხო სახელმწიფოს დაკვეთა უნდა შეასრულოს უნივერსიტეტმა, რომელიც თავის მხრივ ძალიან ასე ვთქვათ აი ამ ავტონომიურობის, ამ თავისუფლების შეზღუდვა და ზოგადად ამიდგომის მერე რა თქმა უნდა გავლენას იქონიებს სტუდენტებზეც. ხო სახელმწიფო ახლაც ამ კონცეფციიდან ჩანს, რომ ასევე ძალიან შეზღუდულია სტუდენტის თავისუფლება, იმიტომ რომ მას ხედავენ როგორც რაღაცა ერთ ჭანჭებს, რომელმაც გარკვეული როლი უნდა შეასრულოს სახელმწიფო ეკონომიკაში, არადა წესით უნდა ხდებოდეს ესე, რომ ის დამოუკიდებლობა და თავისუფლება, რასაც იღებს უნივერსიტეტი, შემდგომ ხდება საშუალება იმისი, რომ იყოს თვითონ სტუდენტები იყვნენ თავისუფლები, მაგალითად, რასაც ხედავთ ჩვენ ამერიკულ უნივერსიტეტებში, არის რომ უმაღლესი სწავლების დროს არაერთი შესაძლებლობა ეძლევათ სტუდენტებს, რომ თავიანთი თავი აღმოაჩინონ, რა ინტერესებთ, სხვადასხვა ინფორმაციაზე დაყრდნობით, ხო, რა ინტერესებთ, რა გამოსდით კარგად, რა შრომის ბაზარი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, ესე ვთქვათ, მკარნახებელი და როგორ შეიძლება, რომ ესე ვთქვათ, მათ თავიანთი პერსპექტივა დაინახონ ამის გათვალისწინებით და რეალურად შემდგომ მათ შეუძლიათ, რომ თავიანთი პირადი გადაწყვეტილებების მიხედვით დაგეგმონ და თვითრეალიზება ამ თვალსაზრისით მოახდინოს. ამის ნაცვლად ჩვენ ხო სრულიად საპირისპირო პროცესებს ვიღებთ ახლა საქართველოში. რაც თავარია დიდი პრობლემა კიდევ და ცხადია ეს გამომდინარეობს იქედანაც, რომ არასწორად არის დანახული უნივერსიტეტის და უმაღლესი განათლების როლი, საერთოდ სახელმწიფოს როლი არის არასწორად დანახული. ხო, აი თქვა წარმოვიდგინოთ, რომ გვაქვს სურვილი, მქონია ხოლმე მცდელობა, რომ იქნებოდა მართლაც ეს არის, ასე ვთქვათ, პასუხისმგებლიანი სახელმწიფოს ქმედება, იმიტომ რომ ის პრობლემები, რაც არის იქ ჩამოთვლილი ამ ეგრეთ წოდებულ კონცეფციაში, ეს არის რეალურად და ეს პრობლემები არსებობს, მაგრამ თუ გავყვებით ჩვენ ამას, ხომ, რას უნდა აკეთებდეს სახელმწიფო იმისთვის და სად გადის მისი მოქმედების არეალი, რომ ეს პრობლემები მოაგვაროს. ეს პირველ რიგში, ხო, უნდა ეფუძნებოდეს, რა თქმა უნდა, თავისუფლებას, მხარდაჭერას, სტიმულებით, ესე ვთქვათ, გაჯანსაღებას ამ პროცესების, ხო, და ამის ნაცვლად ვიღებთ აბსოლუტურად სრულიად ცენტრალიზაციას, სტანდარტიზებას და აი ამ უდიდეს კონტროლის გზას. იგივე მაგალითად ერთ-ერთი მაგალითი რა, სახელმწიფო, რომელიც ფიქრობს, რომ ზედმეტი, ასე ვთქვათ, ჭარბი გეოგრაფიული კონცენტრაცია არის, ხო? ამ შემთხვევაში იმის ნაცვლად, რომ ერთი ფაკულტეტი, ერთი ქალაქი გადაწყვიტოს, სად რამდენი ფაკულტეტი არსებობდეს და რამდენი სტუდენტი სწავლობდეს, ჩვენ გვაჩვენებს, ასე ვთქვათ, საერთაშორისო პრაქტიკა არაერთ მაგალითს, რა შეიძლება გააკეთოს სახელმწიფომ. ეს არის, რომ ვთქვათ, მიზნობრივი დაფინანსება გამოუყოს უნივერსიტეტებს, ინფრასტრუქტურისთვის, კვლევებისთვის, აკადემიური პერსონალისთვის, ასევე მოზიდვის პროგრამები გააკეთოს და ამით დაეხმაროს სახელმწიფოებს, დამატებითი სტიპენდიები სტუდენტებისთვის, რომლებსაც შეიძლება სხვა შემთხვევაში სურვილი არ ქონდეთ, რომ ისწავლონ, თქვათ, თბილისის გარეთ, მათთვის გახდეს ესე ვთქვათ, ფინანსური ინსენტივი, რომ წავიდნენ, იმიტომ ხდება, სწორედ ესე აკეთებენ ახლა სხვადასხვა უნივერსიტეტების კამპუსები, გადანაწილება სტუდენტების სხვადასხვა მიმართულებით ამ გზით, ხო, მით უმეტეს, რომ აი საუბრობდა ლელა, როგორ არ მისდევს რეალურად შიდაეროვნული პროდუქტის ზრდას უმაღლეს განათლებაში სახელმწიფო დაფინანსების წილი. არსებობს ეს რესურსი და უნდა იყოს სწორედ ამ მიმართულებით გამოყენებული. ძალიან საინტერესო არის კიდევ, რომ თვითონ ამ კონცეფციაში ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის, მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია სახელმწიფოს ხელში, ეს არის აკრედიტაცია, ხო, აკრედიტაციის პროცესი და ხარისხის უზრუნველყოფა. ამაზე საერთოდ არ კეთდება აქცენტი და როგორც რამდენადაც მე ვიცი, მე ცალკე უბრალოდ გაკეთდა განცხადება იმის შესახებ, რომ დაიხოცოს უნდა ეს
პროცესი, მაგრამ ძირითადად ეს არის მთავარი ბერკეტი და სწორედ ეს ბერკეტი როგორ უნდა მუშაობდეს, როგორ უნდა უზრუნველყოფდეს იმას, რომ უნივერსიტეტები გახდნენ პასუხისმგებლიანი და თუ რაიმე პრობლემას ხედავს იქ სახელმწიფო ას მოაგვაროს, ამის გამოყენება არ ხდება. იგივე ხდება, იგივე თუნდაც თუ ეკონომიკურ საქმიანობამდე დავდივართ, ხო, ამ შემთხვევაშიც კი თუ უნივერსიტეტის როლს სახელმწიფო ხედავს როგორც ესე ვთქვათ ეკონომიკური ფუნქციის შემსრულებელს მხოლოდ და მხოლოდ ამ შემთხვევაშიც კი მეტ თავისუფლებას უნდა აძლევდეს მას. წარმოუდგენელია, რომ დღეს, როდესაც ასეთი დინამიურია, ასე ვთქვათ, შრომის ბაზრის პროცესი და სულ მუდმივად იმაზეა საუბარი, რომ დღეს რომ სტუდენტი სადმე აბარებს რომელიმე ფაკულტეტზე, ის იქნება თუ არა ისევ მოთხოვნადი, ვთქვათ, 5 წლის შემდგომ ეს ჯერ არავინ არ იცის. ასეთ შემთხვევაში პირველი თავდასხმის მექანიზმი არის ის, რომ უნივერსიტეტებს ჰქონდეთ დიდი ავტონომიურობა, რომ მოქნილები იყვნენ იმისთვის, რომ სწრაფად შეცვალონ პროგრამები, შექმნან ახალი თუ დამატებები შეიტანონ და ცვლილებები არსებულ პროგრამებში და სახელმწიფომ ერთი რაც ყველაზე მნიშვნელოვანი უნდა გააკეთოს და ერთად უნდა დაეხმაროს ამ უნივერსიტეტებს, არის ის, რომ მიაწოდოს და დაეხმაროს მას მნიშვნელოვანი ეკონომიკური, ესე ვთქვათ, შრომის ბაზრის ანალიზით, ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად იქნება ეს თუ სტატისტიკის დეპარტამენტთან, რომელსაც გამოიყენებენ უნივერსიტეტები თავისუფლ პროგრამების შემუშავებისთვის, რომლებსაც გამოიყენებენ მომავალი სტუდენტები და მათი მშობლები, რომ სწორად მიხვდნენ რა საჭიროებები არსებობს და რომლებსაც ასევე, ასე ვთქვათ, გამოიყენებენ ბიზნეს ორგანიზაციები და რაღაცნაირად უნდა იყოს აი ამ თანამშრომლობის ფასილიტატორი და არა ესე რიგიდულად გადამწყვეტი თუ რა ესე ვთქვათ რა ფაკულტეტები უნდა იყოს, რამდენმა სტუდენტმა უნდა ისწავლოს იქ და რომელმა ესე ვთქვათ ქალაქებმა უნდა შეითავსონ ესა თუ ის პროფილის საკითხი. ასე რომ მე ვფიქრობ, რომ საჭირო არის ასეთი დისკუსიები, საჭირო არის კარგად გამიხილოთ, ასევე და კარგი იყო რომ ამაზე ანალიზი და აქცენტი გაკეტა, რომ რას ნიშნავს ეს რეფორმა თუ ამას კონკრეტულ რიცხვებამდე, ციფრებამდე დავიყვანთ, თუ კონკრეტულ დაინტერესებულ მხარეებზე გავლენაზე ვისაუბრებთ, იმისთვის რომ დიდი იმედი მაქვს კი არის გამოცხადებული, რომ ძალიან 2026-დან მთელი სიახლე რჩება, მაგრამ ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ რაღაცნაირად იქნებს შესაძლებელი იყოს ამ პროცესის შემოbrunება და საერთოდ ფუნდამენტურ დონეზე გადააზრება ამ საკითხების. მადლობა.